წლის შეჯამებებში ვართ. ჟურნალმა Time-მა 2016 წლის საუკეთესო მობილური აპლიკაციები გამოავლინა. ჩვენ ცოტა ხანში ვნახავთ სიუჟეტს, რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ. შემდეგ კი სტუდიაში გვექნება საუბარი ერთ აპლიკაციაზე, უბრალოდ აპლიკაციის იდეაზე, რომლის გაჟღერება მოხდა TeamLab Georgia-ს სემინარზე. ამ სემინარზეც ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები არიან ელენე მეჩითოვა, TeamLab Georgia-ს სემინარის კოორდინატორი, ირაკლი თევზაძე, Livingstone-ის თანადამფუძნებელი და მარიამ ნოზაძე, გამარჯვებული აპლიკაციის იდეის ავტორი. სალამი. დიდი მადლობა სტუმრებისთვის. მოდი. ახლა მოგვიმზადა ძალიან საინტერესო სიუჟეტი და შემდეგ ვისაუბროთ. ამერიკულმა გამოცემა Time-მა 2016 წლის საუკეთესო და ყველაზე პოპულარული მობილური პროგრამები დაასახელა. ნუსხაში iOS-ისა და Android-ის ოპერაციულ პლატფორმებზე მომუშავე 50 პროგრამა მოხვდა. C-სტუდია რამდენიმე მათგანის მიმოხილვას წარმოგიდგენთ. Time-ის ექსპერტების თქმით, პროგრამა Snapchat 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო. აპლიკაციის მეშვეობით გაგზავნილ ვიდეოს დღეში საშუალოდ 10 მილიარდამდე ნახვა ჰქონდა. Snapchat მესენჯერია, რომელიც მეგობრებს შორის ფოტო-ვიდეო მასალის გაცვლის საშუალებას იძლევა. თუმცა ანალოგებისგან იმით განსხვავდება, რომ გაგზავნილი ფაილის ნახვის შემდეგ მასალა სამუდამოდ იშლება მობილური მოწყობილობების მეხსიერებიდან. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებელი თავად განსაზღვრავს, თუ რამდენი წამის განმავლობაში შეიძლება ადრესაც გაგზავნილი ფაილის ნახვა. 2016 წელს კომპანიამ გამოუშვა 2 კამერით აღჭურვილი სათვალე, რომელიც მოკლე ვიდეორგოლის გადაღებისა და მათი სოციალურ ქსელებში განთავსების საშუალებას იძლევა. ოცდაათიანი წლების იაპონურმა ანიმაციამ ჩვენ სმარტფონებში გადმოინაცვლა და გამოცემიდან მოკლე ხანში ისეთი რეიტინგი აჩვენა, რომ ბაზარზე დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პროდუქტებსაც კი გადაუსწრო. Time-ის ექსპერტებმა ასეთი კომენტარი გააკეთეს პროგრამა Pokemon Go-ს ანალიზისას. პროექტი Pokemon Go კომპანია Niantic-მა შექმნა და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულ აუგმენტური რეალობის თამაშს წარმოადგენს. GPS-ისა და smartphone-ის კამერის დახმარებით აპლიკაცია მომხმარებელს ვირტუალური პერსონაჟის, Pokemon-ის სხვადასხვა ადგილებში პოვნისა და დაჭერის საშუალებას აძლევს. ქმნილება რეალობასთანაა შერწყმული, ანუ იმ სურათთან, რომელიც კამერაში რეალურად აისახება. წესების მიხედვით შესაძლებელია ვირტუალური ქმნილების გაძლიერება და სხვა მომხმარებლების Pokemon-ებთან შეჯიბრება. გამოცემა Time-ის თქმით, Pokemon Go-ს წყალობით ადამიანებმა რეალურ ცხოვრებასთან ინტერაქცია მოახერხეს. ოფისებიდან, სახლებიდან გარეთ გამოვიდნენ და ბუნებაში სეირნობა, მოგზაურობა, ერთმანეთთან კომუნიკაცია დაიწყეს. Time-ის აზრით, აპლიკაცია Prisma 2016 წელს ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამა იყო. Prisma მომხმარებლის ფოტოებს მხატვრულ ტილოთ აქცევს. უფრო ზუსტად კი ამა თუ იმ გამოსახულებას ცნობილი მხატვრების, პიკასოს, კანდინსკის, ვან გოგის, შაგალის, მუნკისა და სხვა არტისტების ხელწერის სტილში ამუშავებს. აღნიშნული ტრანსფორმაცია კი ხელოვნური ინტელექტისა და ნეირონული ქსელების გამოყენებით ხდება. პროგრამა ოფიციალური გამოცემიდან მცირე ხანში გახდა მოთხოვნადი. მაგალითად, iOS-ის App Store-ში გამოჩენიდან ერთ კვირაში Prism-ის გადმოწერის რაოდენობა 7 მილიონს გადააჭარბა და აპლიკაციას მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი მოუტანა. პროგრამის Android ვერსიის გამოცემის პირველივე დღეს კი Prism-მა 2 მილიონამდე მომხმარებელმა გადმოწერა და 50 მილიონზე მეტი ფოტო დამუშავდა. პროექტის პროგრამისტების თქმით, მომავალ ვერსიებში შესაძლებელი იქნება GIF ანიმაციებისა და პანორამული ფოტოების მხატვრულ ტილოებად ტრანსფორმირება. ესეთი იყო Time-ის
გემოვნება და არჩევანი და დღეს ჩვენ აპლიკაციაზეც ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ მნიშვნელოვან და საინტერესო სემინარზე, TeamLab Georgia სემინარზე, რომლის კოორდინატორიც ელენე ჩვენი სტუმარია. მოდი სემინარით დავიწყოთ ჯერ და შემდეგ უკვე ჩავერთოთ სტუმრები, მის კონცეფციაზე ვისაუბროთ, ვინ იმუშავა და რა იყო ამ სემინარის მიზანი. მადლობა პირველ რიგში დაპატიჟებისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს TeamLab-ი ჩატარდა Creative Georgia ფორუმის ფარგლებში მოგეხსენებათ, რომელიც ჩატარდა უკვე. და ეს ყველაფერი მოხდა კულტურის სამინისტროს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურა და კრეატიულობა პროგრამის მხარდაჭერით და ორგანიზებით. ეს იყო ესეთი ტიპის პირველი ვორქშოპი, სადაც მოხერხდა სხვადასხვა დისციპლინების სტუდენტების გაერთიანება და თავმოყრა. მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს სტუდენტებს არ აქვთ ის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ აი ზუსტად მოხდეს მათი ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება ან სხვა, ვთქვათ, ერთობლივად რაღაც პროექტებზე მუშაობა, იმიტომ რომ ყველა სწავლობს, ვთქვათ, ტექნიკურ საგნებს, ტექნიკურ უნივერსიტეტებში, ხელოვნებას, სახელოვნებო უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ და მე ვთვლი, რომ ეს პროექტი, ანუ ეს ვორქშოპი ზუსტად იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ მომხდარიყო რაღაც მხრივ ესეთი გარღვევა კომუნიკაცია სტუდენტებს შორის და საინტერესო პროექტებიც, იდეებიც შეიქმნა ამ ვორქშოპის მსვლელობის დროს. რამდენად მარტივი იყო საინტერესო იდეების მომძიება? მარტივი არაფერი არ არის, რა საკვირველია, თუმცა იყო ძალიან საინტერესო იდეებიც. იყო უბრალოდ ძალიან ხშირად მქონდა კომუნიკაცია, იქამდე სანამდე გამოაგზავნიდნენ თავის იდეებს და ხშირად უბრალოდ რაღაც შიშები ჰქონდათ, ან გამბედაობა აკლდათ, რომ წარედგინათ თავისი იდეები და უბრალოდ ვუბიძგებთ იმისთვის, რომ შემოეტანათ განცხადება, დიახ. სემინარში მონაწილეობდნენ მენტორებიც ასევე. მოდი მოგიყვებით თქვენ რა ტიპის ინფორმაცია, რა ტიპის რჩევებს უზიარებდით, აი რომელ სფეროში ეხმარებოდით მონაწილეებს? პრინციპში მენტორები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სფეროდან, ეს იყო ვებ აპლიკაციები, მობაილ აპლიკაციები, გრაფიკული დიზაინი, 3D დიზაინი, სტარტაპების მართვა და პრეაქსელერაცია და ასევე იყვნენ წარმატებული სტარტაპები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას და განმგზას უზიარებდნენ გუნდებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს გუნდები იყვნენ სხვადასხვა სფეროდან და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით და თუმცა მეტწილად იყო ხელოვნების სფერო წარმოდგენილი და ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა მივიღოთ ინოვაციაზე ორიენტირებული საზოგადოება, ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა მიმართულების წარმომადგენელმა თავის სფეროში წარმოადგინოს და შემოგთავაზოს პროგრესული სიახლეები. და ზუსტად ამ ღონისძიების მიზანიც ეს იყო, რომ არატექნიკური განათლების ადამიანებმა შეძლეს თავიანთი იდეების დამუშავება, ისე რომ ეს იდეები ყოფილიყო ბიზნეს იდეები. ჩვენ კიდე როგორც მენტორები, ესე ვთქვათ, ერთი დღის განმავლობაში გუნდებს ვეხმარებოდით, რომ ეს იდეები ექციათ ბიზნეს იდეებად, რომლებიც ამ პროდუქტით იქნებოდა ან მომსახურება და მას ექნებოდა რაღაცა ტიპის მომავალი. არტისტმა უნდა იცოდეს, ვთქვათ, როგორ შეფუთოს მარკეტინგულად თავისი პროდუქტი. უნდა ყავდეს, ვთქვათ, ასისტენტი, თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ რაიმე ტიპის გამოცდილება არ გაქვს და იწყებ სტარტაპს, რა თქმა უნდა, საჭირო არის მინიმუმ ვინმეს კითხო რჩევა. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ საკმაოდ სტარტაპების სფერო იმდენად მრავალფეროვანი გახდა და იმდენად მულტიდისციპლინარული, რომ შენ აუცილებელია ერკვეოდა ბევრ სფეროში და იშვიათად თუ ერთი ადამიანი ერკვევა ბევრ სფეროში ერთდროულად. ამიტომ სასურველია და ჩვენც პრინციპში ამ ღონისძიების მიზანიც ის იყო, რომ სხვადასხვა დისციპლინებიდან ხალხი რომ შეიკრიბა, მათ რაღაცა საერთო წერტილები ენახათ და ისეთი იდეა ჩამოეყალიბებინათ, რომ მიეწოდებინათ. ჩვენს პრინციპში მენტორების მიზანი იყო, რომ ჩვენ რა გამოცდილებაც დააგროვეთ, თუნდაც მარკეტინგული, ტექნიკური, ფინანსური თუ თვითონ იდეის დამუშავების, რომ ეს გაგვეზიარებინა მათთვის. გასაგებია, მოდი გადავიდეთ გამარჯვებულზე. მარიამი გახლავთ სემინარზე გამარჯვებული აპლიკაციის იდეის ავტორი, მოგვიყვევი შენი აპლიკაციის შესახებ, როგორ გაჩნდა იდეა და რა მიზანს ემსახურება? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ იდეა მაშინ არის წარმატებული, თუ ის ემსახურება საზოგადოებაში არსებულ რაღაც პრობლემას და ზუსტად ესე წარმოიშვა TimeUp-ის იდეაც. ის ემსახურება ადამიანების
udroobis, ასე ვთქვათ, მოგვარებას. ის გრაფიკებს ადგენს თქვენი ცხრილის მიხედვით და შემდეგ მათ თქვენს მეგობრებთან სინქრონიზაციას უკეთებს, ასე ვთქვათ. იმისთვის რომ უფრო მარტივად დაგეგმოთ შეხვედრები მეგობრებთან, ან თუნდაც სამსახურში საქმიან შეხვედრები. ანუ ესე იგი მე და ანა როდესაც მუშაობთ, თქვა ანას დაკავებულია, მეც დაკავებული ვარ, ალთასარი, ბალთასარი, ანუ პროგრამა ჩვენ რაში გვეხმარება თავისუფლი დროის ერთმანეთთან შეთანხმებაში. დიახ, ეს არის ერთგვარი ალგორითმი იმისათვის, რომ გამოიანგარიშოს განა როდის გაქვთ თქვენ სამსახური და როდის უნდა წახვიდეთ სადღაც, არამედ როდის შეგიძლიათ რომ რაღაც გააკეთოთ ამის გარდა და როდის შეგიძლიათ რომ ერთმანეთს შეხვდეთ, ანუ კონკრეტულ საათებს ამოგიგებთ, თქვათ, როდის შეგიძლიათ რომ რაღაც გააკეთოთ. ამ სემინარზე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ აპირებთ, თქვათ, ამ იდეის უკვე პროდუქტად ქცევას, როგორ ხედავთ? სემინარი საერთოდ ერთ დღეს გაგრძელდა და იფიქრებს ალბათ ვინმე, რომ დიდი გამოცდილება არ მივიღეთ, მაგრამ განსაკუთრებით აქ არსებული მენტორის დახმარებით ჩვენ ძალიან შევცვალეთ იდეა, ის თავიდან იყო მარტო აი რაღაც აზრი. და ეხლა უკვე გუნდი ერთად მუშაობთ იმისათვის, რომ დავწეროთ მოწესრიგებული ბიზნეს გეგმა და ფინანსური გეგმა და ჯეოლობის დახმარებით გვინდა რომ აქციოთ ნამდვილ აპლიკაციად. ასევე გამოვიდა ძალიან საინტერესო იდეა, ასევე გამოვლიდან მეორე და მესამე ადგილზე გასული გამარჯვებულები, თუ შეიძლება მათ შესახებაც რომ მოგყვათ. დიახ, ერთი არის Hidden Georgia პლატფორმა, რომელიც თავს უყრის ბევრ კულტურულ აქტივობას ერთ სივრცეში თქვა? არ ერთ სივრცეში არა, ზუსტად ეს იქნება გამფანტული, ვთქვათ, მთელ საქართველოს ფარგლებში, მთაში, ბარში და ასე შემდეგ, სადაც არა მხოლოდ უცხოელი ტურისტი, არამედ ჩვენი ადგილობრივი ტურისტი შეძლებს რაღაც საინტერესო რაღაცების აღმოჩენას და იმოგზაურებს, თქვათ, რაღაც მთებში ფესტივალის აღმოსაჩენად, ან ვორქშოპებზე, თუნდაც საჭმლის კეთების ვორქშოპები და ასე შემდეგ. და მეორე იდეა, ასევე რომელიც ასე ვთქვათ, გაიმარჯვა, ძალიან საინტერესო იდეა, ეს არის თოიზი, ეკოლოგიურად სუფთა დამზადებული სათამაშოები ბავშვებისთვის, სკოლამდელი ბავშვებისთვის, რომლებიც ასევე დაეხმარებიან ამ ბავშვებს განვითარებაში. თუ არცდები კი არა, ზუსტად ნამდვილად ვიცი, განკუთვნილი იქნება ასევე ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ აუტიზმის და დისლექციის სიმპტომები. გასაგები. და მოდი ბოლო კითხვა, გასაგებია, ძალიან კარგი პროექტი იყო, მაგრამ არ აქვს ხოლმე ეფექტი, როდესაც ესჯერადია, ხო? მომავალი გეგმები როგორი გაქვთ, თქვა, აპირებთ თუ არა ეს იყოს რაღაც პერმანენტულად ჩატარდეს და შემდეგი ნაბიჯები გითხარით და შევაჯამოთ. აუცილებლად. პირველ რიგში მინდა ისიც ვახსენო, რომ ჩვენი გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება საზღვარგარეთ, შემეცნებით ტურში, პრაღაში. და რასაკვირველია, პროექტი გამოდგა ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ წერთ ანგარიშებს და ჩვენ ძალიან გვინდა რომ გავაგრძელოთ ესეთი ტიპის ვორქშოპები მომავალშიც. და იმედია ჩვენი მენტორები თანამშრომლობენ ჩვენთან მომავალში. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ყველას, გამარჯვებულსაც, კოორდინატორსაც, მენტორებსაც და შევახსენოთ მაყურებელს, ჩვენი სტუმარები იყვნენ ელენა მეჩითოვა, თიმლაბ ჯორჯიას სემინარის კოორდინატორი, ირაკლი თევზაძე, ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და მარიამ ნოზაძე, სემინარზე გამარჯვებული აპლიკაციის TimeUp-ის იდეის ავტორი. მადლობა კიდევ ერთხელ. გადავიდეთ გადაცემის ბოლო ნაწილზე, მუსიკალურ ნაწილზე. ჟორჟიკა წარდგენა არ ჭირდება. იგივე გიორგი ჟორჟოლიანი, ქართული ანდერგრაუნდ ტექნო სცენის ერთ-ერთი დამფუძნებელი ესე მოიხსენიეთ და კომპოზიციის პიონერი DJ ასევე. ტანგო ბანარას ესე ქვია ამ კომპოზიციას, რომელსაც ახლა მოვისმენთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის. ნახვამდის.